ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის ქართული ხელნაწერის დახურვის ცერემონია გაიმართა. სიმპოზიუმის მეშვეობით ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერის მემკვიდრეობით დაინტერესებულ მეცნიერებსა და მკვლევარებს შესაძლებლობა ჰქონდა წარმოედგინათ თავიანთი მუშაობის შედეგები. სიმპოზიუმის ძირითადი თემატიკა იყო შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურა და ქართული ხელნაწერი, ქართული მთარგმნელობითი ტრადიცია. სიმპოზიუმში მონაწილეობა 100-მდე ქართველმა და 30-მდე უცხოელმა მეცნიერმა მიიღო. კონფერენცია 25 ივნისს გაიხსნა და დღეს დასრულდა. ეს არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითადი სამეცნიერო ფორუმი, რომელიც 3-4 წელიწადში ერთხელ იმართება და რომელიც აერთიანებს ფაქტობრივად ყველა სამეცნიერო მიმართულებას, რაც კი არსებობს ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სფეროში. პრაქტიკულად არის წარმოდგენილი ყველა ქართველი და უცხოელი მეცნიერი, ვინც ამა თუ იმ ფორმით იკვლევს, ამა თუ იმ კუთხით იკვლევს ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობას, ამასთანავე ჩვენთან არიან უცხოელი სტუმრებიც, რომლებიც იკვლევენ სხვადასხვაენოვან ხელნაწერი მემკვიდრეობის ნიმუშებს. ტოლმის ფესტივალი